სურბინეს ეკლესიას გადაუდებელი სამუშაოები ჩაუტარდება. მე-19 საუკუნის სომხური ეკლესია გადაუღებელი წვიმის შედეგად ჩამოინგრა. ძეგლი კულტურის მინისტრის მოადგილემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა და ვიცე-მერვემ მოინახულეს. დაზიანებებს სპეციალისტები შეისწავლიან, რის შემდეგაც გადაწყდება რა სახის სამუშაოებს ჩაუტარებენ ეკლესიას. ჩამოვარდა სახურავის ნაწილი, ამიტომ ეხლა ჩვენ ვსჯელობთ იმაზე, რომ ერთობლივად მოხდეს პირველ რიგში უსაფრთხოების ზომების დაცვა, რომ მოიხსნას ის დაზიანებული ნაწილები, რათა სხვა რამე არ მოყვეს და სხვა უფრო დიდი ნგრევა არ გამოიწვიოს და აი ამის მერე ვიფიქრებთ უკვე რა შეიძლება გაკეთდეს, იმიტომ რომ პირველ რიგში გადასაწყვეტი არის ამ დაზიანებული ნაწილების დემონტაჟი. კედლები არის დაბზარული, გახეთქილი. ჭერი პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ექსპერტებმა უნდა გადაწყვიტონ ექვემდებარება თუ არა საერთოდ რეაბილიტაციას თუ უნდა იყოს დაშლილი და თავიდან აშენებული.